საღამო მშვიდობის დამპირებული ლაივით გავდივარ ეთერში. ცოტა ხანით, შემომიერთდებით. მადლობა. მოგესალმებით, აბა როგორ ახართ, როგორ გრძნობთ თავს ამ შემოდგომის მშვენიერ საღამოს, ფანტასტიკურ საღამოს. კითხვებს გუშინდელი დამრჩა, გუშინდელიდან დამრჩა. დღეს არ შემოსულა კითხვები. ამას უპასუხებ და მე ვნახოთ რა ნაკადი შემოვა იმის მიხედვით გავაგრძელებ. დიდი მადლობა კითხვებისთვის, ვინც წერდით, კიდევ დაველოდოთ რამდენიმე ადამიანს შემომიერთდებით, ალბათ ნახავ, ეხლა გავაზიარებ. თქვენც გააზიარეთ, რომ შემოგვიერთდნენ. ანუ კითხვებზე პასუხი გვაქვს დღეს და ნაკადში მერე ის რაც მოვა. კარგი, კომენტარებს აქ ვერ ვხედავ, მაგრამ დავინახავ კომპიუტერში. ასე რომ ორივეგან ვარ. ძალიან კარგი. ხატი ამ დასვა გუშინ კითხვა. თუ ყოველდღიური ინტერესი და ხალისი დაკარგავ ადამიანმა ცხოვრების, ეს რას ნიშნავს არასწორ გზაზე გადავიდა? სწორი გზა და არასწორი გზა ზოგადად არ ვიცი კონცეფცია, გზა ერთია ცხოვრების. უბრალოდ როდესაც ადამიანი ცხოვრების აზრს კარგავს, მან ამოწურა იმ რეალობაში, სადაც ის იმყოფება, თავისი მაქსიმუმი დადო იმ შესაძლებლობების მიხედვით, რაც აქვს. ამისათვის საჭიროა შექმნა ახალი შენი თავი. ანუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. შეგიძლიათ ჩამოწერო რა გახარებს, რა გაგაბედნიერებდა ზოგადად და მისდიო ამას. ანუ ცხოვრების სტილია ისეთი, რომ ადამიანს არაფერი ახარებს. მაგრამ წარმოიდგინეთ, მოიწყინა, არ ახარებს, ერთფეროვნება. ამისთვის საჭიროა, რომ ჩამოწეროთ, აი მაგალითად, აიღოთ, ჩვენ გვაქვს სავარჯიშო მკონისთვის ფაქტორში ესეთი 20 რამ, რასაც ფულით შევძლებდი გამეკეთებინა და რაც უფულოდ მომგვრიდა ბედნიერებას ამის გაკეთება. ჩამოწერეთ სია. ძალიან ბევრი ფილმებია კიდევ, არ ვიცი თუ გინახიათ, რომ მაგალითად რაღაც დიაგნოზს რო უსვამენ განუკურნებელი დაავადების, მერე ადამიანები ჩამოწერენ ხოლმე ამ ისტორიებში, ფილმებში, რაღაც 10 სურვილს და მერე დგებიან და ამას იხდენენ ერთმანეთის მიყოლებით და ადამიანს რადიკალურად ეცვლება ცხოვრება. რადიკალურად ეცვლება ცხოვრება და საერთოდ შეიძლება დიაგნოზიც კი გაუქმდეს. ასე რომ აუცილებელი არ არის დაგისვან დიაგნოზი. ადექი ამ შემთხვევაში და ჩამოწერე რა გაბედნიერებს, რა გიხარია, რა გენდომებოდა, რა გაგახარებდა, რა გაგაცინებდა, რა გესიამოვნებოდა და დაიწყე ამის კეთება დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ ერთფეროვანი მოსაწყენი ცხოვრება, რომელიც შეიძლება რამაც განაპირობა ცხოვრების ინტერესის დაკარგვა, ეს არის გარკვეული უნარჩვევები, რომლითაც მიხვედი ამ მდგომარეობამდე და ეს არის შესაძლებელი. გუშინაც თქვი ელემენტარულად დაიწყე მარცხენა ხელით ჭამა, ელემენტარულად დაიწყე რაღაცა ნეირო ტვინის
თვის ვარჯიშების გაკეთება, დაიწყე ელემენტარული რაღაცეები შეცვალე შენ ცხოვრებაში, მაგრამ დაიწყე ფოკუსირებულად, დისციპლინირებულად და გააკეთე, იმიტომ რომ იცით დღეს ვფიქრობდი ზუსტად მაგაზე და მეუღლესთან ვსაუბრობდი, რომ ღმერთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებ. თავარია გააკეთო, აი ცუდსაც ეძლევა შანსიც და სიტუაციები ცუდის კეთების. ანუ მანიაკი რო ავიღოთ ხო ადამიანი, მას მსხვერპლები თავისით უვარდება ხოლმე ხელში. ანუ ისეთ გარემოებებში და სიტუაციებში იხვედრებს თავს მისი ფსიქიკური პროცესი ამ ღვთიურ ველში, რომ ის ამ შემთხვევებს პირდაპირ ვარდება ამ შემთხვევაში, მაგრამ კარგის კეთების შემთხვევაშიც ასეა. კარგს რო ვაკეთებთ, მეტი და მეტი კარგის კეთების სიტუაციები და შესაძლებლობები ჩნდება, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ერთის შემთხვევაში დესტრუქციული ქცევის შემთხვევაში იბმება კარმა და ეს ყველაფერი არის დასამუშავებელი და თუ ამ სულის რეინკარნაციულ მდგომარეობაში ამის დამუშავება ან ციხით ან რაღაც სიკვდილით მკვლელობით ეს არ დამუშავდა სიტყვაზე, არ მოკლეს მოძალადი ან არ ჩასვეს ციხეში, ესეც კარმის დამუშავება, ის შემდგომში აუცილებლად სამყაროს ბალანსიდან, რიტმის კანონიდან, მიზეშედეგობრიობის კანონიდან გამომდინარე, აუცილებლად მისი სულის პროგრამაში არსებული ეს დესტრუქციული მოცემულობა, რომელიც ამ ცხოვრებაში გაექცა ცხოვრების მოცემულ პერიოდში გაექცა რაღაც სასჯელს, ის აუცილებლად უნდა დაბალანსდეს შემდეგი გარდმოსახვისთვის და აუცილებლად გაჩნდება ის ჯოჯოხეთში და იმას გაუკეთებენ, რასაც სხვას უკეთებდა და ჩვენ ზოგადად ვთვლით, რომ სამყარო უსამართლოა, სრულებითაც არა, სამყარო აღადგენს ბალანსს, ღმერთი აღადგენს ბალანსი, იმიტომ კი არა, რომ ბოროტია, უბრალოდ ღვთიური ველი, ღვთიური მოცემულობა, ეს არის ერთმანეთში დაბალანსებული პლუსი და მინუსი, ორი პოლუსი და თუ ჩვენ ამ პლუს და მინუს თავში დავაბალანსებთ, შესაბამისად ღვთიურობა, ღმერთკაცობა და ღმერთქალობა იღვიძებს ჩვენში და ყველაფერი, ყველა მოვლენა, ყველა სიტუაცია ემსახურება იმას, რომ ეს მოხდეს, ანუ ჩვენში მოხდეს აქ და ამაზე გუშინ ვისაუბრე ლაივში, ჩვენში ღმერთქალი, ხალღმერთის და ღმერთკაცის გახვიძება აქ დედამიწაზე და ღვთიურ მოცემულობაში დაბრუნება უკვე აქ უნდა მოხდეს დედამიწაზე და არა იქ რო გარდაიცვალა ნათელი მიადგეს მის სულს ნათელში ამყოფოს, ნათელში აქ უნდა იყოს ადამიანი, აქ უნდა დააგროვოს ნათელი და ნათელში მოხდეს, გააჩნია კიდე სინათლე, ილუზორულია ხოლმე და ის ყველაფერი ილუზორულია, კიდე მორიგი თამაშებია, იმიტომ რომ ჩვენ თამაშს აქვს საფეხურები და შემდეგი საფეხურებიც განაპირობებენ ჩვენს არა, ჩვენი ცნობიერება განაპირობებს, ჩვენი სიფხიზლე, გამოფხიზლებული ცნობიერება უпроსწორია განაპირობებს, რომელ ილუზიაში გადავინაცვლებთ. ასე რომ, როდესაც მე მომბეზრდა და ცხოვრებისგან ვერ ვიღებ ვერანაირ სიხარულს, ხალისს, კიდევ ერთხელ არ არის ამისთვის საჭირო რაღაც ცუდი დიაგნოზი, ან რაღაც მოხდეს შენს ცხოვრებაში, რომ ცხოვრებით ხალისი დაიწყო მადლიერებით და შეცვალო ცხოვრება იმ მიმართულებით, რომელიც გინდა, ამისთვის სავარჯიშოც მოგეცი, ჩამოწერე სია, რა გახარებს, რა გინდა და შეგიძლია ამას მისი განხორციელება დაიწყე დამწუთას, აქვე დამწუთას. არ არის პრობლემა, არის რაღაცები, რაც ყეთდება, ფინანსების სჭირდება, არის რაღაცები, რასაც ფინანსების გაკეთება არ სჭირდება. იმიტომ რომ მაგალითად
არის მომენტები საკუთარ თავში ჩაღრმავებისას ისეთ მდგომარეობებში გადის ადამიანი, როცა ღვთიურ ნაწილს უერთდები, რომ სასწაულთავ გადასავლად თუ ეს ღვთიური ნაწილი, შენი ღვთიური მესთან შეერთების შედეგად, თუ არა და გარეთა ფაქტორებით, ხო, ეს ჩემი გზაა, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ეს გზა კაცო, აგერ უფრო გარედან ფაქტორები აქვს და თუ ფინანსური საშუალება გააძლევს, დაგეგმე, აი მე მაქვს ჩამოწერილი გუშინ არ გავაკეთე ეს, აი 40 პუნქტი, რამდენი პუნქტი? არა, 28 პუნქტი მაქვს ჩამოწერილი. როგორ შევინარჩუნოთ ენერგია და ვიყოთ ენერგიულად და აი მე დღეს ამას სპეციალურად შენთვის წავიკითხავ, კარგი? კარგი, და მივყვები. კაი, ეს კითხვა გავიგეთ, მე მგონი, ნახე, ახლა გადავარეფრეშებ, რომ აქ კომენტარები ვნახოთ. თქვენ შეგიძლიათ კიდევ მომწეროთ ისა კითხვები, თუ ჩათვლით, რომ ეს ვიდეო, ეს ლაივი არის საინტერესო. კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა ამ 9 ოქტომბრის შემოდგომის ფანტასტიურ ოქროსფერი ოქტომბრის ფანტასტიურ ღამეს. საღამოს და ველოდები თქვენ შეკითხვებს. კარგი. გავაგრძელოთ შემდეგი კითხვა, რაში მდგომარეობს. ხო, როდესაც სიტუაციაში ხარ, რაღაც სიტუაციაში ხარ, მაგალითად სამსახურში და არ მოგწონს, უნდა შეეგუო, თუ უნდა გაიქცე, თუ შეცვალო, თუ შენი კომფორტი დააყენო პირველ რიგში და არ იტანჯო, ზოგადად სასურველია არ იტანჯო. პირადად მე, როდესაც მივხვდი, რომ დაქირავებული შრომა არ იყო ჩემი, რომელშიც წლები ვიმუშავე დაქირავებულ შრომაში, მე ვთქვი, რომ დაქირავებული შრომა არ არის ჩემი. მე აქ ვერ ვრეზონირდები, არ არის ჩემი მოკლედ და იმის მერე დაქირავებულ შრომაში არ მიმუშავია. და ეხლა ყველა ხვასე არა ვართ მეც თავის დროზე წლები მუშაობდი, ასე რომ რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც სამსახურში სიტუაცია არ მომწონს, იცით, ეს ინდივიდუალური кейსები, არ მომწონს რა არის. სამსახურში როცა მოდიხარ, იქ არის შესაბამისი წესები, იქ არის ამ სამსახურს ყავს თავისი უფროსი და შესაბამისად არის თავისი წესები, ქცევის ნორმის, ეთიკის თუ სხვა რაღაცების იქ სამსახურებრივი, ყველას თავისი მოვალეობა. არ მომწონს, რას ნიშნავს, როდესაც შენ შედიხარ დაქირავებულ სამსახურში, იქაური ქუდი უნდა დაეხურო და იმ წესების შესაბამისად უნდა იმუშაო და იმოქმედო. გაქცევა შეგიძლია დაიწყო მცირე ბიზნესი, ან ბლოგერობა, ან სხვა რაღაცა შეგიძლია, ან საერთოდ ბიზნესი თუ ფინანსური საშუალება გაქვს, ან მოძებნო ინვესტორი და რაღაცები გააკეთო, მოკლედ რაღაცა გააკეთე, თუ არ გიყვარს დაქირავებულ შრომაში მუშაობა და არ გინდა ვიღაცის დაწესებულ წესების მორჩილი იყო, მაგრამ უმრავლესობას არ აქვს ამის საშუალება, არ იცის როგორ გამოვიდეს დაქირავებულ და ურჩევნია, რომ სისტემაში იყოს ერთ-ერთი მექანიზმი და მას გადაუხადონ, ან დროს ყიდის ფულზე და გადაუხადონ, ვიდრე თვითონ იყოს რამის ინიციატორი, თვითონ იყოს რამის შემომტანი და თვითონ დახარჯოთ ამაში დრო, ენერგია, იმიტომ რომ ნებისმიერი ბიზნესის სათავეში ყოფნა, ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევა ორგანიზაციის ნიჭი და ადამიანების მართვა. ეს არ არის ასე მინდა და არ მინდა და მომწონს და არ მომწონს. მე თუ არ მომწონს სამსახური, არ მომწონს კოლექტივი, ეს მე არ მომწონს და მე უნდა გავარკვიო ზოგადად რა მინდა, იმიტომ რომ სადაც მივდივარ, იქ თავისი თამაშის წესებია და მე ამ თამაშის წესებში უნდა ჩავეწერო რა ხან დაქირავებული ვარ და მე ჩემ დროში ფულს მიხდიან. კიდევ იყო, ანუ შევეგუო, უნდა დიახ, რა ხან დაქირავებული ხარ, უნდა შეეგუო. ეს არ არის თუ ფიზიკურ, აქ არის ესეთი რაღაცა, ნახეთ, გაიქცე, ანუ შეცვალო, გაიქცე.
და შეეგუე სამი სიტუაცია აქვს, მოვლენა აქვს მოყვანილი. თუ ფიზიკურ უსაფრთხოებაზეა საქმე, რასაკვირველია, თავი უნდა აირჩიო და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნო, მაგრამ თუ აქ უბრალოდ შეგუება არ შეგუებიასა და მინდა და არ მინდა, გაერკვე უნდა რა გინდა და იმის შესაბამისად იშოვო ისეთი სამსახური, ან შექმნა ისეთი სამსახური, რომელიც შენ გინდა. ხო, გაქცევითაც ნახე, აი ამ სამსახურში ყოფნით და მასში ადაპტირებით, შენ ახალ უნარ-ჩვევებს შეიძნ. მაგალითად, გუშინ იყო კეისი, რომ ადამიანებიო სამსახურში ჭორაობენ და მე არ მინდა ამ ადამიანებს გავეთქვიფო, მე არ მაინტერესებსო ჭორაობა, მიყვარს ჩემი საქმეო და ამიტომ ჩემს ზურგს უკან თუ როგორც იყო, მოკლედ შეიძლება ზუსტი პერიფრაზირება ვერ მომახდინო, ადამიანები განმიკითხავენო. ამიტომ კომუნიკაციის უნარი, როდესაც განმიკითხავენ და მე სამსახური ჩემთვის ძვირფასი, მე მივდივარ ამ ადამიანებთან და ვეუბნები გრიტებო, ჩიტებო, ასე შემდეგ. მოკლედ თქვენი ადგილი იცოდეთ, ჩემთვის ეს სამსახური ვეუბნები ძვირფასია, მიყვარს ეს კოლექტივი, გაფასებ თქვენ პროფესიონალური საქმისთვის, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომელიც მე არ მინდა ჩემს გარშემო ტრიალებდეს და თქვენ სწავლობთ კომუნიკაციას, გამიგეთ? გრიტებთან. აი ეგ არის, სულ ეგ არის. ანუ კომენტარებს კითხულობ. ხო, კომუნიკაციას სწავლობთ, ადამიანებთან ურთიერთობას სწავლობთ, სილაღეს სწავლობთ, თავისუფლებას სწავლობთ, მიმღებლობას სწავლობთ, მიტევებას სწავლობთ, ბუნებრიობას, ჰარმონიაში მოსვლას სწავლობთ, ბედნიერების შეგრძენ თუ მაბედნიერებს სამსახურია და მე ეს სამსახური მაკმაყოფილებს ფინანსურადაც, მოკლედ ასე და ისე, საერთოდ დანარჩენს მოევლება, ხო? იქ ყველას მიუჩენ თავთავის როლს ჩემს გარშემო და ასე არის კომუნიკაციის უნარი, ეს არის საკუთარი საზღვრების დაწესება, ეს არის შენი უფლებების დაცვა, იმიტომ რომ ეს უნარი უნდა გაიქცე, რო გაიქცე, სადაც წახვალ გაყვება ის რა უნარიც იქ ვერ შეიძინე. ამიტომ ჯობია ეს ტრენაჟორებია, მე გუშინ კერა დღეს ვიდეო დავდე, თუ გუშინ დავდე, მოკლედ ვიდეოში ვილაპარაკე, რომ ნებისმიერი ადამიანი სიტუაციით ცოცხალ ჩვენ სწავლობთ არა წიგნებიდან, ეს ძალიან ისეთია მითია რა, რომ ჩვენ წიგნებიდან რაღაცას ვაცნობიერებთ, მაგრამ ეს თუ ჩვენი გაცხოვრებისეული გამოცდილება არ გახდა, ჩვენ ეს დაგვრჩება, რომ თავის დონეზე და არა გულის დონეზე და გულის დონეზე განცდილი და ამ პრობლემაში, ტკივილში გავლის შედეგად მიღებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა და ნასწავლი უნარები ჩვენ ხმარება ცნობიერების სხვა ლეველზე გადავიდეთ, იმიტომ რომ მე თუ ნახე, მე ეს უფრო ალბათ ახალგაზრდის, ან შეიძლება რა ვიცი, არ ვიცი რა ამდენი წელს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ ხდება. მე ახალგაზრდა ვარ და მე ახლა ვერ ვეგუები ამ კოლექტივს, იმიტომ რომ ჭორავები. ნახე, მე გაივლის წლები და მე შეიძლება ისეთ პროფესიონალად ჩამოვყალიბდე, რომ შეიძლება მე ცალკე ის შევქმნა, ხო, ჩემი ბიზნესი და უკვე მე მყავდეს ჯგუფი, კოლექტივი, ორგანიზაცია და მე თუ ადრე არ მქონდა უნარები შეძენილი ჯგუფური მუშაობის კოლექტივში, საზღვრების დაწესების და ასე შემდეგ, ხო, დისციპლინა და ასე შემდეგ, ეს არ მქონდა იქ უნარი განვითარებული, მე რომელ ორგანიზაციაში ვქრი და რა ვის უხემძღვანელებ და რას უხემძღვანელებ. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ზრდა და ვფიქრობთ, რომ მომავალში ჩვენი პროფესიონალიზმით შეიძლება და ასეც უნდა იფიქროთ, იმიტომ რომ 40 წლამდე ზოგადად კარიერად, ფიზიკურ კარიერას ადამიანი აკეთებს განსაკუთრებით ქალი. ახლა სასურველია მე სულიერებაში გადავიდეს, მაგრამ არა ყველასთვის რა. ესეც ზოგადად ადამიანის სულის დანიშნულებაა, რომ სულიერებაში გადასვლით უკვე ფიზიკურში შემოქმედი გახდეს და თავისი სამოთხე შექმნას, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს სხვა ცნობიერებაა. მე ვამბობ უბრალოდ ახლა სამსახურის ამბავზე, გავიქცეთ თუ არა, კი არ უნდა გაიქცეთ იმ არსებულ პრობლემაში, რომელშიც მოხვდით, სადაც
გაქცევის სურვილი ან რაღაცის შეცვლის სურვილი გექნება, შენ ერთადერთი ორგანიზაციის წესებს ან კოლექტივის უნარჩვევებს ვერ შევცვლი. ვიღაცა იზონათია ან ლალი ან ვიღაცა რომ ასეთები არიან, იმათ შენ ვერ შეცვლი, იცვლები შენი დამოკიდებულებებით, შენი საზღვრების შემოვლებით და ყველას გრიტებოჩიტებაბა თქვენი ადგილი იცოდეთ, მე ეს მომწონს თქვენთან ასე მომწონს ეს კოლექტივი მომწონს, მე ვაფასებ ამას, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ უნდა გადაილახოს და იქვე ვაკეთებ ამის საზღვრების იმას. ანუ ყოველთვის კიდევ თუ გაინტერესებთ მე სხვა კითხვებს დამისვამთ ალბათ როგორ არის სწორი დიალოგი და სწორი კომუნიკაცია საჭირო, ამაზე შეიძლება, მაგრამ კითხვებს გავაგრძელებ ახლა, ეს უბრალოდ შემოვიდა ეგ საკითხი და თუ გაინტერესებს იცით ვერ ვხედავ თქვენ კომენტარებს. დიდი მადლობა რომ შემომიერთდით, მიხარია ვმატულობთ რაოდენობაში და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეთქობა საინტერესოა თემა. კარგით, რამდენად საინტერესოა თემა, ეს თემა, მე მგონი ახლა დავხურავ ამ საკითხს. საერთოდ კიდევ აქ თუ შენი კომფორტი დააყენო პირველ რიგში და არ იტანჯო. ზოგადად საჭიროა კარგია არ იტანჯო, მაგრამ ნახეთ. ამ ტანჯვაში იწრთობი. ხო, არ არის ესეთი კომენტარები. ამ ტანჯვაში იწრთობი, ხდები რაღაც ახალ უნარებს იძენ და ხდები ტანჯვას დავარქმევდი ხა. რატო ტანჯავ? ვინმე გაძალებს რამეს, არა შენი ნებაყოფილობით ქირავდები ამ სამსახურში, დროს ცვლი ფულში და შესაბამისად მოიმზადე ახალი უნარჩვევების შესაძენად. მე მახსოვს პირველად სამსახურში რომ ამიყვანეს ბიზნეს ცენტრში იყო ეს 90-იან წლებში ვამბობ. მაშინ როგორ მახსოვს ვინც დამხვდა ისინი როგორ ცუდად დამხვდნენ ზოგიერთები არ ვამბობ ყველაზე და როგორ ზეწოლას განვიცდიდი ფსიქოლოგიურად მე დავმეგობრდით რა საკვირველია და ასე შემდეგ აი გაცრავთ დავმეგობრდით და ასე შემდეგ მაგრამ თავი და პირველი შეგვეცო ძველი კადრი ის მადარებდნენ ძველ რაღაცებს ის კადრი დადიოდა იქ და რაღაც იყო ისეთი სიტუაციები მაგრამ არაფერს არ ცulis ეს არის კიდევ ერთხელ ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ წიგნებიდან ფილმებიდან სხვის მაგალითებიდან ვერ ვსწავლობ ჩვენ გავდივართ ჩვენს გაკვეთილებს და იმ გაკვეთილებიდან გამოტანილი უნარები შეძენი იმ გაკვეთილებიდან ასწავლე გამოტანილი და შეძენილი უნარებით მივიწევთ ახალ ცხოვრების ლეველზე რომელიც შეიძლება 5 წელიწადში ახალ 10 წელიწადში საკუთარ ბიზნესად ჩამოგიყალიბდეთ საკუთარ გუნდად ჩამოგიყალიბდეთ და თქვენ გაგახსენდებათ იქ რო ახალგაზრდა მოვა თქვენ მიხვდებით ანუ თქვენ იქნებით ემპათიით გამჭვალული და თქვენ მიხვდებით რაშია საქმე და იქ ყველაფერს სათანადოდ დაარეგულირებთ. ამიტომ წინ იფიქრეთ, რომ ეს არის თქვენი ნებისმიერი ცხოვრების დღევანდელი წინააღმდეგობა, მე არ ვიცი, ხო, ეხლა აგერ რამდენიმე ათეულობით ადამიანი და კონკრეტულად რა გაწუხებთ თითოეულ თქვენთაგანს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ალგორითმი ერთი და იგივეა ნებისმიერი ცხოვრებაში არსებული დღეს პრობლემა წინააღმდეგობა ეს არის თქვენი ზრდის განვითარების საშუალება და უნარი ის შეძენის პირობები იმისთვის რომ ახალ ლეველზე გადაგიყვანოს სამსახურის შემთხვევაში გაგხადოს უფრო მეტი უნარების მქონე ურთიერთობების შემთხვევაში მაგალითად სახლში ურთიერთობების შემთხვევაში ახალი უნარების შეგაძენინოს და ურთიერთობები ახალ დონეზე გადაგიყვანოს და ასე შემდეგ ჯანმრთელობის შემთხვევაშიც ახალი უნარები შეგაძენინოს ვიდრე იცოდი დღემდე ამასაც ვიტყვი იმიტომ რომ კითხვა არის ამასთან დაკავშირებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ამასაც ცოტა ხრბად შევეხები მოკლედ ყველაფერი ყველა წინააღმდეგობა თქვენ ცხოვრებაში სხვა არაფერია თუ არა თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილი რომელიც თქვენთვის ახალ უნარჩვევების შეძენის შანსია და ხელიდან არ გაუშვათ აი ზუსტად ადრე მქონდა ეს პოსტი წლების წინ რომ იაპონელებს აქვს დაახლოებით კიდევ პერიფრაზირება შეიძლება დაახლოებით იყოს და არასუსტი იაპონელებს აქვს ისეთი
გამონათქვამი, თუ არ გაქვს პრობლემა, ძალიან ძვირი ფული გადაიხადე, რომ პრობლემა გქონდეს, იმიტომ რომ თუ პრობლემა არ გაქვს, თუ ცხოვრებაში ასეთი შვიდი დაბალანსებული ყველაფერი ასეთ ნეტარია, მაშინ შეხარ დაბალანსებულ მდგომარეობაში, ღვთიურ მდგომარეობაში და მაშინ სამდეში შენ არაფერი არ გესაქმება და აგერ სხეულის გამოცვლა და ახალ ცნობიერების სხვა მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე განზომილებაში თუ ესეთი ხარ და ღმერთის მდგომარეობაში ხარ, მაშინ სამდეში შენ ვერ გაჩერდები შენი სხეული ფაქტიურად შენში სინათლე იმდენად დიდია, როცა მაღალ ცნობიერების მდგომარეობაში ხარ, შენში სინათლე იმდენად დაძლილია, შენი ბიოლოგიური სხეული, ფიზიკური სხეული, რომელიც არის ქიმიისგან შესდგება, ასე ვთქვათ, ვერ უძლებს ღვთიურ სინათლეს თუ მაგ დონეზეა ცნობიერებას, ნატიფი სხეულები თუ იმ დონეზე და სხეული უბრალოდ დაიწვება. გამიგეთ, ის უბრალოდ გარდაიცვლება და ცნობიერება სხვა ლეველებზე, სხვა ცნობიერების დონის შესაბამის პორტალში გადავა რა. ამიტომ ნებისმიერი საკითხი განიხილეთ, როგორ თქვენი ცხოვრების გამოწვევა. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. კითხვები არა გაქვს, ესე იგი დღევანდელ ლაივს ძალიან მალე დავასრულებთ. ჯერჯერობით არ არის კითხვები, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედა. მადლობა სიყვარულისთვის, ვინც მიგზავნით, მეც გიგზავნით გულიდან გულში. ის ფაქტორელებია, აქ არც სხვებიც არიან. მოკლედ დიდი მადლობა რომ ისმენთ. მითმობთ თქვენს უძვირფასეს დროს, დღეს ყურადღება არის ყველაზე დიდი ვალუტა. დღეს ყურადღება არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო და მადლობა თქვენი გულებისთვის და თქვენი ყურადღებისთვის, რომ ამ შემოდგომის ულამაზე წვიმიან საღამოს 9 ოქტომბერს მისმენთ აქ და ამ წუთას ხართ. კარგი, გადავიდეთ. ერთი კითხვა, ან ორი კითხვა დამრჩა, ორი კითხვა. როდესაც ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება იცხოვრა დაბალ ვიბრაციებზე, დაკარგა ჯანმრთელობა ფსიქოემოციურ დონეზე, რამდენად შესაძლებელია მოერგოს დღევანდელ მაღალ სიხშირეთა ენერგიას, როცა მონდომება და სურვილი დიდია. ანუ როდესაც მთელი ცხოვრება იცხოვრა დაბალ სიხშირეებზე, შეერყა, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობა, და მარტო ფსიქოემოციური დონეზე არ არის ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ჯანმრთელობა ფსიქოემოციურ დონეზე რო შეერყა, ის ფიზიკურ გამოვლინებადაც ვლინდება, ანუ ფსიქოემოციურ დონეზე სხვა არის და ფიზიკურ დონეზე ჯერ ზიანდება, მოდი მინდა დავხაზო შემდეგი რაღაცა. გილოცა ოჯახის შექმნას. დიდი მადლობა. მინდა დავხაზო ადამიანი ფიზიკური სხეული მისი აი როგორ ჩნდება დაავადება, მინდა გითხრათ და მისგან გამოსვლის გზებიც გაჩვენოთ. რასაკვირველია დაავადების წინასწარ ბედის კარმაში არის დაავადება ჩაწერილი და ჩვენი წასვლის პროგრამა, ანუ სცენარი ჩაწერილია, მთლად ისეც არ არის, ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ ცხოვრებაში, მაგრამ ნახეთ, ისეთ მაგარ ეპოქაში ვცხოვრობთ, ისეთ მაგარ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ეხლა კარმული, ანუ რაც გადმოგვყვა ბედის მატრიცაში, თუ ჩვენ სულიერებ მაღალ ღვთიურ მესთან კავშირს ვისწავლით და აი ახლა რასაც დავხაზავ ამას გავანთავისუფლებთ და ღვთიურ მეს პირდაპირ მიერთების არხს, ღვთიურ სვეტს შევუერთდებით, როგორც ჩვენი ხერხემალი მალებზეა აწყობილი, ასევე თუ ავეწყობით ღვთიურ არხზე და ღვთიურ მესთან გვექნება კონტაქტი, შენი ყველა კარმა, მშობლების, ამის, ქვეყნის, ყველაფრის ერთიანად იწვება და შენ ცული შენს დაწერილ მატრიცის პროგრამაში, რაც არის დაწერილი და გადმოსვლისას, რაც ასე გერგო გადმოსვლისას გადმოყვა ეს პროგრამა და ამით ჩაწერილი მოდიხარ, აი იმას ცული თუ შენ გაიღვიძებ და აი ამ რასაც ახლა დავხაზავ, ამ მინიმუმ ამ სამსხეულზე
იმუშავა. ანუ ჩვენ ფიზიკური სხეულის გარდა, ну, დავხაზეთ ადამიანი და აქვს ფიზიკური სხეული. ამ ადამიანის გარშემო არის აურა და შედგება ენერგეტიკული ცენტრებისგან. მოკლედ ამას არ დავკონკრეტდები ახლა ამაზე. რომელი ფანქარი? ხო. ხომასტე. გარდა ფიზიკური სხეულისა ნახეთ. ფიზიკური სხეულისა არის ასტრალური სხეული. მეორე, ну, ეთერს და იმას არ ვიტყვი, იმიტომ რომ ახლა ყველასთვის ვიღაცა შეიძლება წინ არის, ვიღაცა უკან არის, ჯერ დისფაქტორში ძალიან ხშირად მეუბნებიან და მე ვხვდები ადამიანი ეს დისფაქტორს გაივლის და იგივე კითხვას რომ მისვამს დისფაქტორში ფაქტიურად იცი რა ქართულად კი ლაპარაკობს ძალიან ხშირად უთქვამს მე რომ ვერაფერი ვერ გავიგე არ მესმის ეს ქართული არ მესმის იმიტომ რომ ჩვენ სხვა ქართულით გველაპარაკებოდნენ და იმიტომ ანუ ჩვენ გველაპარაკებოდნენ შიშის დესტრუქციის წყევლის გინების და ასე შემდეგ აი ამ ქართულით გველაპარაკებოდნენ მაგრამ არავინ არ გველაპარაკებოდა ენერგიის ენით, არავინ არ სიყვარულის ენით, მადლიერების ენით, ბედნიერების ენით. ამით არავინ არ გველაპარაკებოდა და ჩვენ ძირითადად განკითხვის ენით და სიყვარულობის ენით საუბრობდნენ ჩვენთან. რატო? იმიტომ რომ თავად დედამიწა მოიაზრებს ამ ორ ენერგიას, ორივეს და ეს არ არის ვინმეს ბრალი, უბრალოდ დედამიწაზეა ეს მოცემულობა, ორივე მოცემულობა, მარტივი გასაგები რო არის, ჯოჯოხეთის მდგომარეობა და 64-ის მდგომარეობა და მოდიხარ 64-დან 64 მოდიხარ ჯოჯოხეთში, ანუ ღვთიური მდგომარეობა შემოდიხარ შენი მოცემულობით ჯოჯოხეთში, რომ ჯოჯოხეთი აქციო 64. ახლა ეს ცოტა ისეთი განაცხადია, მაგრამ ასე არის და ასე ხდება ახლა დედამიწაზე და ძალიან მაგარ დროში ვცხოვრობ, სადაც შენ შეგიძლია ზუსტად ახლა და ამ წუთა შენი ცხოვრებით, შენი ცხოვრების და შენი დესტრუქციული პროგრამების აღმოჩენით, მისი ტრანსმუტაციით, ხომ, მთლიანად შეგიძლია შეცვალო დღეს არა მარტო შენი მდგომარეობა, შენი საყვარელი ადამიანების მდგომარეობა, არამედ მთლიანად შეგიძლია შეცვალო ერის გვარის დედამიწის გაიას მდგომარეობა და ასე დაეხმარო დედამიწას ამაღლების პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ამაღლების პროექტი და ჩვენ რო გონია რომ ჩვენ მარტო ვარ და მე და შენ ვართ ახლა მაგალითად ირმამზეო, კიდევ მაია და ასე შემდეგ ახლა ვისაც ვხედავ ჩვენ ხო გონია რომ ჩვენ მარტო ვართ ადამიანები, არა ჩვენს თითოეული თქვენთაგანის უკან დგას უხილავი სულიერი ღვთიური სამყარო, რომელიც თქვენ გიცავთ და ცდილობს გაარღვიოს. აი ესე პეპელა რო იმაში გაეხვევა, რაში? იმაში. მომწერეთ, აბა რაში გაეხვევა პეპელა? მატლი პეპელად იქცეს. აღარ მახსოვს, მოკლედ რო გაეხვევა. მე იმისგან აბრეშუმს რო აკეთებენ. აი ესე ჩვენ გახვევილულები ვართ სამი დესტრუქციულ პროგრამაში, აი ესე შეფუთულები ვართ და ამ პროგრამების გარღვევის შედეგად ის ჩვენ საწყის უბრუნდებით, ჩვენ ღვთიურ მდგომარეობას უბრუნდებით და ეს პროგრამების სწორედ ამ გახვეული პროგრამების ბიდან გამოსვლისთვის ვართ აქ მოსულები. გავიხსენოთ ვინ ვართ, ამისთვის ვართ მოსულები, მაგრამ ამას ასე ვერ აი ჭუპრი ხო? ჭუპრი ქვია. მადლობა. რო არის გახვეული, ხო? აბრეშუმს რო ამზადებენ, ხო? აი ამ ჭუპრიდან მადლობა დიკო. ჭუპრისგან გასანთავისუფლებად ვართ მოსულები, რომ ბოლოს და ბოლოს იშვას პეპელა, ანუ იშვას შენში ღმერთ კაცი და იშვას შენში ქალღმერთი. ამისთვის ხარ აქ დედამიწაზე ახლავე უნდა მოხდეს ეს და არა იქ რო გარდაიცვა, იქ არაფერი არ მოხდება. იქ მორჩა. შენ ქონდა შანსი ბილეთი ქონდა აღებული on ინკლუზივით დედამიწაზე, შენ on ინკლუზივი, იმიტომ რომ შენ პროგრამებით დაგტვირთეს, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ეს არ გააკეთო, ის არ ხმა არ მოიღო ჩუმადი ყავი, არ გაბედო ის შენზე უფროსია და ასე შემდეგ ამ პროგრამებით აი ჭუპში გაგხვიეს და შენს გაეხვია, შენს დაემატა ფილმები, დაემატა გამრუდებული ცოდნები, დაემატა და ასე შემდეგ, ხო? შენ გაგხვიეს და შენ არა გაქეხლა, როცა ეს გახვეულ ხარ შენ არა გაქვს შინაგანად კი გაქვს, მაგრამ არ იცი. რო ძალა გაქვს შინაგანი ღმერთია შენში,
ფაქტიურად შენში არის ღმერთი, ეს არ იცი და შენ ამ პროგრამების პარკში, ხო, ჭუბში, პარკში, ბრეშუმის ჭია პარკში. მოკლედ ამ პარკში ხარ გახვეული და შენ გჭირდება ნელ-ნელა გამოხვიდე ამ ჭუპრიდან, რომ იქცე აი იმ რასაც ვამბობ ღვთიურ მომდგომარეობად და შეუერთდე ღმერთს შენი მდგომარეობა. შენში ისე გაიზარდოს ეს სინათლე, რომ ყველა სხეული ნათელი ხდება. ხა როგორ ხდება დაავადება? მაგალითად წითელი ფერი აღნიშნოთ დაზიანებული ადამიანის სხეული. აღნიშნოთ წითელი ფერი, აი განგაში ზარი აქვს დაავადდა, მაგრამ ფიზიკური სხეულის გარდა, აი დაავადდა, ხო? ფიზიკური სხეულის გარდა მას აქვს შემდეგი ასტრალური, ესე ნატიფი სხეულები, ფიზიკურს ხედავთ, ვეხებით, მაგრამ სანამ ფიზიკური რეალობაში გამოჩნდება 7 სხეული აქვს კიდე. ნახეთ, 7 სხეული ერთმანეთში გაერთიანებულია, როგორც მატრიოშკა, არ ვიცი, იაპონელებს კიდევ აქვთ ეს ერთმანეთში როდებს სათამაშოები, ასევე ვართ ერთმანეთში ჩვენი სხეულები და მე ამ 7 სხეულის ერთმანეთზე დადების და ჩადების შედეგად ჩნდება ფიზიკა. ანუ მე ჩანს ეს ფიზიკა. აი ნათელმხილველები ისინი ვინც არიან, ისინი კარგად ხედავენ ადამიანის გარშემო აურას. აი მარტივ მაგალითს გეტყვი, თუ ხვალ მზე იქნება ან რაღაცა, შეხედეთ მზეს, ან მთვარე იქნება, ახლა დღეს წვიმს აქ და მთვარე არ არის, მაგრამ მთვარეს რო უყურებ, მთვარესაც კი გარშემო აურა აქვს, მზესაც კი გარშემო აურა აქვს, რომელიც აი ესეთ სიმსივნეს. თქვენი ხელების, აი ყურება რო დაიწყოთ, დროთა განმავლობაში შუქზე ხო საერთოდ, მაგრამ შუქის მიღმა რო დაიწყოთ ყურება, თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენს გარშემო ხედავთ ენერგეტიკულ რკალს. ადამიანის გარშემო არის კიდევ სხეული, ეს არის ასტრალური სხეული. და მაგალითად ასტრალური სხეული, აქ არის ემოციები, ტკივილი, ბრაზი, სიხარული, სიყვარული. ხო? არის ესენი და კიდევ სხვა რაღაცები, ხა მას ხვალამდე მომინდება ესენი რომ ჩამოწერო და ესა არ არის საჭირო. მოხვალთ ტრენინგებზე უფრო ღრმად გაეცნობი და მესამე სხეულზე გადავიდეთ, მენტალური სხეული. დავუშვათ, გადავიდეთ მესამე სხეულზე. ჩანს რამე? არ ჩანს. სხვა ფერი ალბათ. კარგი. აი მუქი ავიხოთ. და მენტალური სხეული. ანუ მენტალური თვითონ სიტყვა მიგანიშნებს, რომ აქ არის შენი ცნობიერი როგორ ვცემ ყველა სხეულის შემადგენლობა, მაგრამ ეს არის შენი აზრები, ფიქრები, წარმოდგენები, შენი რწმენები, შეხედულებები, რასაც ამტკიცებ, იჯერებ და ასე შემდეგ. აქ არის განთავსებული აი ამ სხეულში. მოკლედ, აღარ გადავალ ზემოთ, უკვე მანდ სხვა ცნობიერება ჭირდება. ეხა მოკლედ, ესეც რო გავასუფთავოთ, უკვე გაგინთავისუფლდება შენ ენერგია შემდეგ სხეულზე რო გადახვიდე და იმუშაო, იმასაც განთავისუფლებ. ასე შვიდს რო გახვალ, უკვე შვიდს კი არა, ამასაც რო გახვალ, უკვე ღვთიურმეს უკავშირდები, ღვთიურმეს აქ გააჩნია თავისი შრეები კიდევ, რომ მე შენ ღვთიურ მდგომარეობამდე აწხვიდე. ეს არის სართულები, ასე რო ვთქვა. შენ ჯერ მეში ხარ, ტკივილში ხარ. ჩვენ ავიღეთ ტკივილის მაგალითი. საიდან წამოვიდა ტკივილი? ტკივილი წარმოვიდა იქიდან, რომ შენი მენტალური მდგომარეობა, ანუ შენი ფიქრები წლების მანძილზე იყო დესტრუქციული. აი მკითხვის არის, წლების მანძილზე რომ დესტრუქციული ვიყავიო, მაქვს თუ არა შანსი ახლა რომ გამოვჯამრთელდებ, როგორც ფსიქიკურად, ასე ფსიქიკური პროცესია, ემოციური მდგომარეობა, მენტალური მდგომარეობა და ფიზიკური ტკივილია, როდესაც დიაგნოზს გისვამენ. ფიზიკური ტკივილი არის ის ბოლო გაჩერება, როდესაც სხეული ყვირის მტკივა აღარ შემიძლია ამდენი ცუდის ატანა საკუთარი თავის მიმართ, ამდენი აგრესია, კრიტიკა, განკითხვა არ შემიძლია, გიკივის მოკლედ. იმიტომ ჩნდება
დაავადებები უკვე ფიზიკურში, როცა ეს სხეულები მენტალური, ხო? დაბინძურებულია. აბა რამდენ თქვენთაგანს აქვს პროგრამა, ან თქვენს ახლობელს აქვს პროგრამა, ნახე, სიბერეში, ანუ პენსიაზე გავალ და წამლის ფული მექნება. ან რა პენსია, ეს წამლადაც არ მყოფნის. ნახეთ, თავს აძლევ პროგრამას, რომ პენსიაში გახვალ, წამლის ფული არ გაქვს და შენი მენტალობაში ეს ჩაიწერა. შენ მენტალობის სხეულში ეს პროგრამა ჩაიწერა, წაწერა, ოკეი. ამას ავასრულებთ. ანუ ეს დაიდო ეს პროგრამა. კიდევ შენ დადიხარ და ამბობ, რომ აი ხალხს გაჭირვებულია და წამლის ფულია, ოკეი. ხალხი გაჭირვებულია, წამლის ფული არ აქვს და ასე შემდეგ. საერთოდ წამალი და დაავადება ღვთიურს ნათელს სინათლის სხეულში საერთოდ არ არსებობს. დაავადება ეს არის 3D მოცემულობის პროგრამის რეალობა, ეგრეგორი, ასე რომ ვთქვათ. დაავადება როგორც ასეთი არ არსებობს, ის არსებობს მხოლოდ 3D-ში. 3D პროგრამა 3D-ში და როცა შენ დაავადებას აი მაგალითად არის ასეთი პროგრამა დედაჩემს მე მოუარე მე ყველა წამლები ვიცი რა რას შველის და მე შენ გასწავლი მოდი შვილო ისწავლე მე ბებია შენს მოუარე სიტყვაზე ვიცოდი როგორ და მე რომ მოვხუცდები ხო შენ გეცოდინება რა უნდა გამიკეთო ან რაღაცა მოკლედ ესეთი და შენ აპროგრამებ შენ კონტრაქტს დებ ასე ვთქვათ დაავადებების ეგრეგორთან მოკლედ ხელშეკრულებას დებ კონტრაქტს დებ და შენ ის კონტრაქტი მე ითხოვს დაავადებას შენ აბინძურებ დროთა წლების მანძილზე ვიღაცას განიკითხავდი არ იცოდი და ისე იმიტომ რომ ვიღაცამ გაწყენინა ამას გულში იდებდი აი ერთმა ქალბატონო იმდენი ისამაკო წყენებიო ამას ესავარჯიშო რას უჩველიოსო მთელ რვეულებს და იმებს ავავსებო ნახეთ როგორი დამძიმებულია მენტალური სხეული როდესაც ამას გაწერინებს იმდენი წყენები მაქვს და ეს წყენები ნახეთ დროთა განმავლობაში ეს ბავშვებიდან იდება სულაც არ უნდა დედას სიტყვაზე ცუდი გაუკეთოს შვილს მაგრამ თავის და უნებურად იმიტომ რომ რაღაცაზე ცხელ წყალში თითი არ ჩაყოს უარი უთხრა და არ დაიწვას დედა მიზრუნა შვილმა ის ხო ვერ გაიგო და რაღაცა ეწყინა ამიტომ მაშინ რაღაცა წყენა ჩაიდო მას დაუშალეს და ეს წყენები იდება მას მეიდება კიდე რაღაცის დაშლის წყენები დაუშალეს ანუ დაშლის ფიზიკურ არამედ რაღაცაზე უარი უთხრეთ წყენები ედება ერთმანეთს დროთა განმავლობაში ფილმები ამაზე ზემოქმედებენ ნათესავები ამაზე ზემოქმედებენ გარემო სოციუმი ამაზე ზემოქმედებს ახალ-ახალი პროგრამები იტვირთება მენტალური სხეული ბინძურდება ბინძური ბრჭყალებში აზრებისგან დესტრუქციული აზრებისგან და გადადის ემოციურ სხეულში რასაკვირველია ემოციურ სხეულში ახლა ჯერ დამძიმდა და მერე გადავა არა ფაქტიურად წყენა უკვე დესტრუქცია ისა ასტრალურ სხეულშიც გადასული, ანუ შენს ემოციურ სხეულშიც გადასული, იმიტომ რომ წყენა შენ ემოციებზე გადიხარ, ბრაზდები, დამოკიდებულებები გიჩნდება, ამის შემდეგ ნელ-ნელა ესეც ძიმდება წლების განმავლობაში და გადადის უკვე ფიზიკურ სხეულზე, რომელიც ყივის, რომ აღარ შემიძლია ამდენი დესტრუქციის ატანა. ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? უკუ პროცესი უნდა ჩავრთოთ, ნახეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ახლა ჩვენ გამოჯანმრთელებისთვის. ექიმებში რასაკვირველია უნდა ვიაროთ დიაგნოზისთვის და ვიცოდეთ რა გვინდა, მაგრამ პარალელურად უნდა ვივარჯიშოთ ენერგეტიკული პრაქტიკები ვაკეთოთ საკუთარ თავზე. ეს არის მაგალითად კი არ ესაუბროთ დესტრუქციულად თქვენს თავს, არამედ შემოტრიალდით საკუთარ თავისკენ და ესაუბრეთ თქვენს სხეულს. ნახეთ, არავინ არ გასწავლათ, არავინ არ გვასწავლა. ეს რომ დაავადება, ეს არის კრიტიკული მომენტი კივილის სხეულში, რომელიც ითხოვს ყურადღებას მომაქციეთ. ამისთვის მე გითხარით მილიონჯერ ჯგუფებშიც ვდებ, ყველა ტრენინგზე ამას ვლაპარაკობ, გადაშალეთ, იყიდეთ, შეისწავლეთ, ბოზოთ ChatGPT-ს კითხეთ, დაავადებების წიგნი არის ლუიზა ჰეი, ლუზ ბურბო, ასევე არის უამრავი წიგნები, რომელიც დაავადებებზე გეტყვიან ფსიქოსომატურ მოვლენებს, რითი არის ის განპირობებული და იქვე უწერიათ მათ განკურნების წესები.
ეხლა გამარტივდა წიგნის კითხვაც არ გჭირდებათ, პირდაპირ ChatGPT-ს კითხეთ, მაგრამ ფასიანი ვერსია თუ გაქვთ, უფრო კარგ პრემიუმ ვერსია თუ გაქვთ, უფრო კარგ იმას მოგცემთ. ეხლა მე რეკლამას არ ვაკეთებ და ფულის ხარჯვის მექანიზმია. მოკლედ ფიზიკური დაავადება ეს არის, აი ამ სამ სხეულის დამძიმების შედეგად გადმოდის ფიზიკაში და განკურნება ხდება იმითი, რომ იწყებთ ამ კონკრეტული წერტილის, მაგალითად მაქვს წნევა. მაქვს წნევა სიტყვაზე არ მაქვს წნევა, ხმართა დამიფაროს, მაგრამ ნახე რას ვაკეთებთ, ვესაუბრებით მას, რა უნდა, რას ვერ უგებთ, რა ვერ გაუგეთ, რისი თქმა უნდა. აი წარმოიდგინეთ, ეს წნევა არის. შეგიძლიათ ამას მისცეთ მეორე შინაგანი მეს როლი მიანიჭოთ, გადმოსვლად, აი მაგალითად აქ მიგდევს სავარძელი და აი გადასვათ. და ეს წნევა ამოიყვანოთ, მისცეთ სახელი. პირობითად, თქვენი ნაწილია ეს წნევა. თქვენ შობეთ ეს წნევა თქვენში. ამიგეთ, თქვენ შობეთ ეს წნევა დროთა განმავლობაში თქვენში. თქვენ შობეთ შაკიკი თქვენში. რასაკვირველია, არის კიდე კარმული მომენტები თქვენ მშობლებში იკითხება ეს და ხაზში იკითხება. ეს მაგალითად ჩემს ხაზში იკითხება კანის დაავადებები. და იკითხება, მაგრამ მე ვსწავლობ რა დგას ამ კანი. ნახე, გვარში ყოველთვის არის ერთი ვიღაცა, რომელსაც არჩევს გვარი იმისათვის, რომ ეს დაინსტრუქცია გასუფთავდეს. ყველა ოჯახის წევრი ამას ვერ გააკეთებს, ერთი ირჩევა. ძირითადად ხდება ეს ქალის ხაზით და ქალს ირჩევენ ენერგიების საწმენდად, გვარი ირჩევს ქალს, მაგრამ არის გაცნობიერებული მამაკაცებიც, რომლებიც მაგ ძირითადად ქალი აკეთებს გაწმენდას. იმიტომ რომ დედამიწა ქალის ენერგია ხდება, აქ მიმდინარეობს გასუფთავება და ყველა ქალური მომენტი ეს არის გაწმენდის, გასუფთავების, ახლის დაბადების, განკურნების ძალიან დიდი ძალა. ახლა ამაზე არ გადახვევა მომიწევს. მოკლედ ვესაუბრებით ამ წნევას რა უნდა. საუბრობთ, ერთხელ არ გამომივიდა დიალოგი, მეორეჯერ არის, მესამე, მეათეჯერ, მეასეჯერ, მეათასეჯერ ვსწავლობ, ველაპარაკები საკუთარ დაავადებას და ვუგზავნი სიყვარულს, ვუგზავნი სინათლეს. ეს რა მოფრინდაო შუქზე. პეპელა, ვიძახეთ პეპელა მოფრინდა. ვუგზავნით სიყვარულს, იმიტომ რომ ნებისმიერი დაავადება ეს არის სიყვარულის უკმარისობა. სიყვარული რა არის? ეს არის ღვთიური ენერგია და თქვენში არ არის გენერირებული საკმარისი ღვთიური ენერგია და კონკრეტულად თითოეული ორგანო გარკვეულ ცხოვრების სფეროზე, გარკვეულ მენტალურ აზროვნებაზე, გარკვეულ ემოციებზე არის მიბმული. და ამიტომისთვის აიღეთ ლუიზა ჰეის წიგნები, აიღეთ ლის ბურბოს და კიდე სხვა წიგნები და შეისწავლეთ რა უნდა ყველაფერი. დღეს ხელმისაწვდომია რა არის ამაში პრობლემა. ჯერ ექიმთან სანამ წახვალთ და წამლების კლაპოას დაიწყებს, რომლიცაც რო ჩამოგიწერენ და შპალერივით არის, მე გაკრული და სქემა და გეგმა უნდა დაწერო, რომელი წამალი რა დროს როგორ უნდა დალიო და მთელი დადიხარ ფაქტიურად აფთიაქი. დადიხარ აფთიაქი რა და რაც მთავარია არ კურნავს. რა უკაცრავად ექიმები შეიძლება ხართ ახლა, მაგრამ დღევანდელი მედიცინა არ კურნავს, სიმპტომს ხსნის. ძირითად მიზეზთან არ მიდის და თვითონ მიზეზს არ ანეიტრალებს. ამიგეთ, სიმპტომს მოგიხსნით. მიხვალ წნევა მაქვს, ეტყვი დაგინიშნავენ წნევის წამალს. მიხვალ მერე ეს წნევის წამალს ხო უკავშირებია, გაგიტყდება თავის ტკივილი სიტყვას მიხვალ იქ დაგინიშნავენ ტკივილ გამაყუჩებელს. მიხვალ და რეალურად შეიძლება თირკმელი გტკივა. და საერთოდ თირკმელს აქვს პრობლემა. საერთოდ თირკმელი არ უხსენები არავის. და ყველაფერი თირკმელში კიდევ ეს არის წყენები მოთმენილი, გამოუთქმელი, როდესაც შენი ტანჯები. აი ნახეთ ლუიზა ჰეის და შორს წამიყვანს. ანუ რა გავაკეთოთ განკურნებისთვის?
უკანა მხრიდან, ანუ აქედან ხო მოვიდა და დაზიანდა, ახლა ვიწყებთ უკან სვლას, ველაპარაკებით ამ კონკრეტულ წნევას, თავიტკივი შაკის გამოგვყავს როგორც ცალკე პერსონა, სწავლობთ ამასთან დიალოგს, ვაძლევთ სიყვარულს, ვავსებთ ღვთიური სიყვარულით და ნახეთ სუფთავდება ჩვენი ემოცია. გადავდივართ მადლიერებაზე, მადლობა რომ გამოაჩინე თავი, მადლობა რომ მაგრძნობინე, რომ მჭირდება საკუთარი თავის სიყვარული, კურნავ საკუთარ თავს ემოციურ დონეზე, კურნავ საკუთარ თავს მენტალურ დონეზე, თქვენ გინთავისუფლდებათ ენერგიები და გადიხართ ღვთიურ უკვე ზემოთ საფეხურებზე. ესე და ამგვარად შეგვიძლია განვიკურნოთ. და იცით როგორი სამუშაოა ესა? ну ალბათ მიხვდებით როგორი სამუშაოა ეს. იმიტომ რომ და ეს არ ხდება განკურნება ენერგიას ვიღაცასთვის პროგრამას არ ვაძლევ არავის. ყველაფერი ინდივიდუალურია. ვიღაცა შეიძლება ცხოვრების წესი, გარე ფაქტორების შეცვალოს, მაგალითად მაგ ესეთი ისტორია სიმსივნის დიაგნოზი დაუშვეს წლების წინ და აიღო კრუიზი, საბოლოოდ მაინც კუთებიო წავიდა და იცეკვა იხარა დრო ატარა, გაყიდა ყველაფერი და ამ ფულით მოკლედ რაც მთელი ცხოვრება ოცნებობდა ის გააკეთა სხვადასხვა ქვეყნებში მოზგრალურად და თან სასახლეც წაიღო იმ კრუიზში, იმიტომ რომ მაინც კუთებიოდა ხა იქ ისე რაღაცაო და აღარ გამოადგა ისე განიკურნა ამ ხიარულებით, ანუ აი შაქრის დიაბეტი სხვათა შორის. შაქრის დიაბეტი, შაქარი აკლია, სიტკბო აკლია, ცხოვრების ხალისი აკლია ადამიანს. რამდენი იცით თქვენ გარშემო, შეიძლება თვითეული თქვენი თქვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობებიც კი არ იცით, არათუ გარშემო საქართველოსი, არათუ აი, ახლა გადავალ ამ საკითხებზე. ხომ მოგმეზრდით? გადავალ ამ საკითხებზე, როგორ შევინარჩუნოთ ენერგია. კარგი, აბა მომწერეთ. დავგულოთ, აბა რამდენი ადამიანი ვარ მზად მოვისმინოთ ეს ამბები. რა ვიცი, ჩემზე ამბობენ ტრენინგში მონაწილეობი, რომ შენი ლექციები და შენი მოსმენა უკვე თერაპია არისო და შეიძლება ვიღაცისთვის ასედაც არის და ვიყოთ დარჩეთ. მე ხო რო ჩავირთვები, ვეღარ გამოვირთვები. მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის. კითხვები არ გაქვთ როგორც ხედავ. ეს მიმართეთ კონკრეტულად ფსიქიატრს. მაგრამ რაც არ უნდა მიმართოთ, ნახეთ. ყველგან დაგინიშნავენ წამლებს. საძილე საშუალებებს. ტვინის მოსადუნეები შეიძლება გარკვეულ ეტაპზე და ეს საჭირო. გარკვეულ ეტაპზე დიახაც ეს რაღაც მაგრამ შექსვამენ, არ კურნავენ. მიგაძინებენ. რატო? 3D მატრიცა სჭირდება მიძინებული. მძინარე ადამიანები. იმიტომ რომ ისინი იტანჯებიან და 3D მატრიცა ეს არის დემონური სუბსტანცია, ასე ვთქვათ, უფრო გასაგები რო იყოს და ის იკვებება ტანჯვით, ტკივილით, ტირილით, განკითხვით, შურით, ბოროტებით. იკვებება და შენ სიტუაციებს და მოვლენებს გიქმნის, რომ აი ეს ენერგიები გამოყო, როცა ბრაზდები შენ ყვებავ შენ ცხოვრებაში და აძლიერებ. ანუ ეხლა ხო ცნობიერების ფილტრებშია, მიერთებები გვაქვს. 3D-ში ძალიან ბევრი მიერთებები ასტრალურ არსებებთან, რომელიც 3D-ს განკარგავენ და აქ ენერგიების ესა აქვს სათბურები, მოკლედ ინკუბატორში, იმაში ვარ ჩვენ სათბურში და ეხლა ჩვენ გადავწყვიტოთ, ყვებოთ 3D არსებები ასტრალური, რომელიც იკვებებიან ჩვენი ენერგიით, თუ ჩვენ მარტო ღვთიური ენერგია და არაფერი ესეც ღვთიური ენერგიის დაბალი სიხშირეებია. დაბალი, როგორც მაგალითად
უღრან ტყეში ვერ აღწევს მზის სხივი. და იქ ნესტია, იქ ჭაობია, იქ ჭაობის ცხოველებია, ასე შემდეგ ის ცუდი კი არ არის, ის თავის ფუნქციას ასრულებს. უბრალოდ ღვთიური სინათლე ვერ აღწევს და რახან აქ ხარ, რაღაც ადამიანი ხარ, რახან გაცნობიერებული ხარ, შენი სული არ არის და რახან მისმენ. და რახან ტრენინგზე მოდიხარ და ცნობიერების სხვადასხვა დონეებზე გადასვლას ცდილობ, შენი სული არ არის ახალგაზრდა. არის ღრმად უკვე გარდასახვების ციკლში და უნდა გამოფხიზლება, უნდა თან ამ პერიოდში. და ქალბატონებო, ძალიან დიდი როლი გაქვთ თქვენ ქალბატონებო. კაი, გადავიდეთ. როგორ შევინარჩუნოთ ენერგია? გადავირბენ კარგი თქვენის ნებართვით. თამა, როცა წლები და მოდი ამ კითხვებს უკვე ხვალინდელ ლაივში უპასუხებ თქვენი ნებართვით. კარგი, ამას ამოვიწერთ, ეხლა რა შეიძლება მეტი კითხვები მომწერეთ და იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი საკითხია და მე ხო ვიცი, ეხლა გადაუხვევ თან ლაპარაკისას. ამიტომ ამ კითხვებს მომწერეთ ბევრი კითხვები და ხვალ საინტერესო ლაივით ჩართვით, დაგიბრუნდებით. როგორ ცხოვრებიდან უნდა გაუშვათ სიტუაციები და ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ცუდად მოქმედებენ, გაუშვათ წყენები, წარსული, დესტრუქციული მოვლენები. უნდა ავიღოთ მათგან გაკვეთილი, როგორ გაუშვათ, გაშვებ, კიდევ ერთ ეწერა. სუნკიდიაო, ვინდრას ფიქრობს, ან სუნკიდია. დაკიდება არის დაკიდება. ანუ ჩვენი სიტყვას აქვს ძალა. დაკიდება ის ნიშნავს, რომ რაღაც ნაწილში დავიკიდე და დროთა განმავლობაში დაკიდებით ფეხზე დაიკიდებ თუ ერთ ადგილზე, გაჩნდება იმ ადგილზე პრობლემა. აი ამას ნიშნავს დაიკიდე. დაკიდვა არაფერს გვიშველის. უნდა გავიაროთ ამაში, ამ პრობლემაში, გავიგოთ იმ პრობლემას, რისი უნარი შეძენა უნდა ჩვენთვის, ავიღოთ ეს გაკვეთილად და გამოვიყენოთ, საგზლად წავიღოთ ცხოვრების გზაზე. აი ეს არის ზოგადად, ანუ ადამიანები და სიტუაციები, რომლებიც ჩვენზე მოქმედებენ, ხო? ცუდად მოქმედებენ, გავუშვათ, ნუ იტანჯავ თავს. თუ ახლა აქ არის მომენტი, როცა შინ ახლობელია, ოჯახის წევრია. თუ შენ ხარ შვილი და ხარ 20 პლუსი, 28 პლუსი, უკვე შენი სახლი უნდა გქონდეს და არა ხარ ვალდებული იყო მშობლებთან. არ არის აუცილებელი იყოს მშობლებთან და შენ უკვე შენი 64-ის შენება უნდა დაიწყო. შენი 64-ის შენება. და მშობლებს არის, იმიტომ დესტრუქციული მშობლები მომდის, ხო, ვიცი ხო, მაგალითები, რა ხდება ამ დროს ჩვენ ვიღებთ მას, ანუ მშობლები, ახლობელი ადამიანები, ძალიან ახლობელი ოჯახის წევრები გვასწავლიან მიღებას. უნდა მივიღო ადამიანები, ისეთი როგორებიც არიან. მასწავლის სიყვარულის დოზის გაზრდას მასწავლის, ეგოს მოთვინიერებას მასწავლის, თავიდან გულში ჩასვლას მასწავლის. ანუ ეს მითხრა, ის მითხრა, დედა, რატომ მითხრა, არ უნდა მითხრას, ხო? და ასე შემდეგ. ნახე, ეგოს ჭიდილიდან ჩავდივარ გულში და დედას ვიღებ ისეც, როგორიც არის. არ აქვს მნიშვნელობა, როგორია, რას გეუბნება. ვიღებ ისეც, როგორიც არის. და ზრდის სიყვარულის დოზას, იმიტომ რომ ის იმიტუა ისეთი, რომ თავის დროზე მას არ გონდა სიყვარული. სიყვარულის დეფიციტი აქვს, სიყვარულის ნაკლებობა აქვს და შესაბამისად ის ჩამოყალიბდა ასეთ პიროვნება და მე როცა ვხედავ ამას და მე რომ ვხედავ, რომ დედისგან წამოსული დესტრუქცია მე მანგრევს, მე
სწავლობ ადამიანის, ის ჩემი მასწავლებელია ამ შემთხვევაში, რომ მე მანგრევს, მან სულ არ იცის ეს რომ მანგრევს, მე ვსწავლობ ადამიანის მიღებას, უფრო მეტ სითბოს და სიყვარულის გამოვლენას და ჩემს სამოთხის შენებას, იმიტომ რომ დედასთან თუ ურთიერთობები ვერ დავარ, რომელიც სამოთხის შენებაზეა ლაპარაკი, რომელიც ღვთიურ ენერგიების აღზევებაზე და შემოქმედებითი ნიჭის განვითარებაზე, როდესაც დედა, მეზობელი, კოლეგა, ნათესავი და ასე შემდეგ შეუძლია ჩემი დაბალ სიხშირეებზე დაშვება. არა, აი ეს არის ჩვენი ტრენაჟორი, ეს არის ჩვენი ცხოვრება, ეს არის დედამიწაზე მოგზაურობის ან ბილეთის აღების ერთ-ერთი გზა, სადაც ჩვენ წინასწარ ვირჩევთ პერსონაჟებს, დედას, შვილს და ასე შემდეგ, ისინი ჩვენი მასწავლებლები არიან იმისათვის, რომ სათანადო გაკვეთილი ის მიღებით რაღაც უნარები შეგვძინონ. რა რთულ გაკვეთილი, იმიტომ რომ ყველაზე რთულ სცენარებს ირჩევს ზოგადად, აი როგორ ვეძახით, მე მოხუცის სული. ფარასანა წადი. მოხუცის სული ირჩევს ყველაზე რთულ, იმიტომ რომ ყველაზე რთული სცენარებიდან გამოსვლა ეს არის, აიცით, ჩაქურას ეძახიან რაგატკას. ანუ რაგატკა უფრო, აიციან, ჩემთან, მაგრამ ჩაქურა ქვია. რამდენად შორს გამოწევ ჩაქურას, მით მეტად შორს გავა. ანუ რამდენად მეტ დესტრუქციულ სცენარში გადმოისახება სული თავისი ბედის მატრიცაში ჩაწერილი ვალებით, ანუ რაც მას დარჩა დასამუშავებელი, მით მეტად იფხიზლებს, იმიტომ რომ ნახეთ, უყურებს აი იმას მაგალითად ლალის რა მაგარი ცხოვრება აქვს რა აი ყველაფერი ხელის გულზე მე ამდენ ვწვალობ ამდენ შრომობ და მე არ მაქვს ღმერთო და ფიქრობ რა დავაშავე რა ხდება მითხარი ღმერთო მიპასუხე რა დავაშავე და მაინც შრომობ წვალობ ხლაფორდობ და ლალის ყველაფერი მართმეული აქვს შენ არაფერი არ გაქვს და ნახეთ რა ხდება ის რომ შენ აი ამ პრობლემიდან გამოსავალ გზებს სწავლობ. მე ხვდები რომ ლალის ეს გზა აქვს გასავლელი. შენ ის გზა გაქვს გასავლელი, რომლითაც მოდიხარ და სხვადასხვა სიგრძღრმეებში მიდიხარ. რატო ძალადობს მშობელი შვილზე, ან რაღაცა, რატო ხდება მკვლელობები, ან რატო ობლდება ბავშვი, ან რაღაცა. ეს არის წინასწარ გაწერილი პროგრამები, რომელიც სული ირჩევს. და სად გადავხვიე, საიდან საწავედი ღმერთო ჩემო. ამას მეუბნება ჩემი მეუღლე ფოკუსირდი ერთ რამეზეო. ჩემი ნაკლი. კარგი. ოღონდ მე სულიერებაზე მალაპარაკე და კარგი მეორე ნაბიჯი, ანუ უნდა გავუშვა ჩვენი ცხოვრებიდან დესტრუქციული ადამიანები, ვისწავლოთ სიყვარულის დოზის გაზრდა, ვისწავლოთ მადლიერება, ვისწავლოთ მიმღებლობა, პატიება და თავიდან გადავიდეთ გულში, იმიტომ რომ თავში არის ეგო, არის ლოგიკა, რომელიც გეუბნება, რომ შენ არ უნდა აპატე. ამის პატიება როგორ შეიძლება ეს წარმოუდგენელია და მაგრამ გული სხვა რაღაცას გიკარნახებს, როცა ისწავლი გულის მოსმენას. კარი, გადავიდეთ ყოველ კვირის ბოლოს შეაჯამეთ, ხო, ისწავლეთ, შემოიღეთ ჩვევა, რომ აი ყოველი კვირის ბოლოს დააჯამეთ, დაჯექით და აი რა ვისწავლე ამ კვირაში. აი ამ კვირამ რა მომცა. მაგალითად 365 დღეში ტრენინგი ვინ არის? აქ არის ვინმე ვინც მონაწილეობდა, ერთწლიანი ტრენინგი იყო. ერთხელ ჩავატარე ეს და ძალიან კარგი ტრენინგი იყო, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო საერთოდ გოგოები, ვინც მონაწილეობდნენ, საოცარი სხვადასხვა ესე ასპარეზზე გავიდნენ ცხოვრების და მოკლედ წარმატებულები არიან. იქ იყო ყოველდღიური შეჯამება 4 კითხვით. რა გავაკეთე დღეს მე ჩემი თავისთვის, რა გავაკეთე მე დღეს ჩემი სულისთვის, რა გავაკეთე მე დღეს ჩემი საქმისთვის და რა გავაკეთე მე დღეს სხვისთვის. სულისთვის იყო თუ ფიზიკურობისთვის, სული მერე შემოვიდა ჩემს უფრო აქტიურად მერე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მოკლედ 4 კითხვა იყო, რა გავაკეთე. ასევე დააჯამეთ კვირის ბოლოს, რა ვისწავლე ამ კვირაში, რა დაუვიწყარი სიხარულის ბედნიერების მომენტები მქონდა,
და რას ვიზამ შემდეგ კვირას სხვანაირად. აი ეს მაგალითად რაღაცა რა არ გამოვიდა. სოფო შენ ყველაფერში იყავი მგონი ყველა ჩემს პროგრამაში. ამიტომ ხარ ჩემი გოგო. კარგი, გადავიდეთ. შემდეგზე ხო იზრუნე თქვენს ფიზიკურ გარეგნობაზე, იზრუნე თქვენს ავატარზე, იზრუნე თქვენს სხეულზე, იზრუნეთ და აფასეთ. მოკლედ, იყავით ლაღი, ხალისიანი, მოუფრთხილდით, მოუარეთ, იზრუნეთ კვებაზე, იზრუნეთ თავის სიყვარული ისწავლეთ, როგორც ფიზიკური, ასევე შინაგანი მდგომარეობები, აი რომ დავჯღაბნე მენტალური, ემოციური მდგომარეობებზე იზრუნეთ. ნუ გახდებით მენტალური ნაგავი, ნუ იგინებით, აი დააკვირდ, გინებასთან დაკავშირებით მომწერე კითხვა ჩამიწერია. გინება დესტრუქციულად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე, ბედზე და კარმაზე, ლოცვა მოქმედებს დადებითად. ის ქალბატონი, რომელიც ოჯახში იგინება და აგრესიულია, მის ოჯახში თუ ეს დედა ქალბატონია, ფაქტიურად შვილების მომავალი ჩაო ბამბინა სიუხვის ბარაქის მისთვის კარები იკეტება, ღვთიური ენერგიები, კეთილდღეობა მისთვის იკეტება და ეს არის დამანგრეველი შემდეგი თაობებისთვის. ხოლო ის ოჯახი, სადაც დალოცვა მიმდინარეობს, ქალბატონები, როდესაც ილოცებიან, სიტყვები არ მაქვს. ისწავლეთ ლოცვა, დალოცვა. სასწაულის შედეგები აქვს იმ ოჯახს. სითბო, სიყვარულის გამოვლენა. ისწავლეთ ერთმანეთის მიმართ. ასევე ისწავლეთ საკუთარ თავის სიყვარული დაფასება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გავუკეთეთ თავს მასაჟები. გადით წელიწადში 2 ჯერ მაინც. მარტო სადმე ან თქვენს მეუღლესთან თუ წყვილში ხართ, თუ წყვილში არ ხართ, მარტო წადით, მარტო. იმოგზაურეთ, ამაზე ვიტყვი კიდე. ხო, და საერთოდ შეეშვით ტელევიზორის ყურებას, ქვეყანა თუ დაინგრა ისედაც გაიგებთ თქვენ. არ დაგრჩებათ ეგ მიღმა. დესტრუაი მაგალითად მე მყავს ნაცნობები, დილით რო ჩართავენ, საინფორმაციოს გაღვიძერთი 12-მდე არ დგებიან. 12-ის მერე გინდა ამდარხარ შინაგანი სიმშვიდისთვის, მენტალური, ემოციური მდგომარეობისთვის, გინდა არ ამდგარხარ. უკვე გაქვს ცუდი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. იმიტომ რომ ბუნებრივ პროცესებს ვერ ყვები. შესაბამისად, სათანადო ენერგია არ გაქვს. ენერგია რას ნიშნავს? სასიცოცხლო ენერგია არ გაქვს, ბუნების რიტმს რო არ მიყვები და ეს აკლდება შენს ჯანმრთელობას. აკლდება. იმიტომ რომ გერღვევა შინაგანი სიმშვიდე. და იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე. და ნუ წუწუნებთ, ხო? ამაზე გქონდა ტელევიზორს ნუ უყურებთ და ასე შემდეგ. თუ თქვენ ხედავთ, რომ ვერ ცვლით გარემოს ვერ ცვლით, იმუშავეთ, შეტრიალდით საკუთარ თავში და დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა. იმიტომ რომ გუშინდელი თქმის არ იყოს, მარტო მოდიხართ, მარტო გადიხართ ტკივილს და მარტო გადიხართ ამ ქვეყნიდან. არავინ არ მოგყვებათ იქ. არავინ. და თუ თქვენ ამ მარტო ყოფნაში ვერ პოულობთ სიმშვიდეს და არ ურთიერთობთ თქვენს ნამდვილ საწყის ჭეშმარიტ პირველად ყოვლის მომცველ ბუნებასთან, ღვთიურობასთან არ კონტაქტობ და კავშირი არ გაქვთ, თქვენ როგორც ღვთიურ არსებას, ძალიან გემრიელ ლუკმას აღარ ვიტყვი, აღარ გავაგრძელებ. ასე რომ, იმუშავეთ, იზრუნეთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კი არ მოვითმინოთ ტკივილი წყენაბრაზე, გადავატრანსფორმიროთ.
არ ვითმენთ. ტრანსფორმაციასგან ვიცდით, რას არ მოგწონს, ოღონდ არა სხვაში, არამედ თავში და ვაქცევ იმას ჩემს რესურსად, ჩემს ენერგიად, სასიცოცხლო ძალად, ღვთიურ ძალად. წყენა გადავატრანსფორმირდე სიყვარულში, მადლიერებაში, მასწავლა ამან ეს და სხვანაირად გავაკეთებ სხვა დროს, всё, ჩემში განათ და მოიმატა სინათლე. კიდევ მოვიდა რაღაცა დესტრუქცია, გადავამუშავე, მასწავლა ამან რაღაცა მოიმატა ჩემში მადლიერება, მოიმატა ჩემში სიხარული შეგრძნება, მოიმატა სიყვარულის დოზა, გაიზარდა სინათლე. ნახე, როგორ ნელ-ნელა ვუახლოვდებით ღმერთ ქალს, ქალღმერთს და ღმერთ კაცს და იქიდან უკვე ერთიან სისტემაში გასვლა, სადაც უკვე სხეული აღარ არის საჭირო, ერთი ნაბიჯია, მაგრამ ღმერთ ქალად და ღმერთ კაცად ქცევა გვჭირდება დედამიწაზევე 64 შესაქმნელად. აი, ხო, იმოგზაურეთ, დაინიშნეთ თარიღები და რომ მუშაობთ ამდენს, რომ ის დაუთმეთ საკუთარ თავს დრო და იმოგზაურეთ. კიდევ ერთხელ საქართველოში იმოგზაურეთ. გააკეთეთ, აი ვიცნობ მაგალითად სამეზობლოები მოგზაურობენ, ნათესავები მოგზაურობენ, მეგობრები მოგზაურობენ. აი ესეთი ჯგუფები გააკეთეთ და იმოგზაურეთ. რაღაცა ამას წინათ რეკლამა ვნახე ქუთაისიდან ფრენა 78 ლარიო, ვიღაცა 150 ლარიო, რომში იმოგზაუროთ ერთი ზურგჩანთა, ბოტასი და იფრინეთ. იმიტომ რომ მოგზაურობაზე ჩავწერ, მე კიდევ ახალ რამდენად ცნობიერება შლის, რამდენად ხსნით და ჩავწერ ამაზე ვიდეოს, ეხლა არ გავჩერდები. კიდევ მიეცით თავს უფლება დაუშვათ შეცდომები, ნუ იქნებით კარგი გოგო და კარგი ბიჭი. უბრალოდ ჩვენ ვართ ადამიანები და შეცდომებზე ვსწავლობთ, შეცდომის შიში. აქ კითხვა გამომრჩა. აი ხა შეცდომებზე გამახსენდა. სად იყო ეს კითხვა? ხო, როდესაც მიზანი გაქვს და გაწუხებს გაურკვევლობა, ეჭვები, დისკომფორტი, რა უნდა გავაკეთო ამ დროს, როცა რომ დადებითად გადაწყდეს, ჩემი ჩაფიქრებული მივაღწიო მიზანს, ისე რომ ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ გადაწყდესო. საერთოდ მიზნის მიღწევის გზაზე თვითონ პროცესია საინტერესო, იმ დაცემა მარცხის და არა ის, რომ აი მე გამიმარჯვე, მწვერვალზე ავედი, მაგრამ მწვერვალზე რო ახვიდე, რაღაც უნარები უნდა განივითარო. ამიტომ არანაირი გარანტია არ არის სიტყვაზე მიზანს გააჩნია, მაგრამ იმის შიშით, რომ მე დაუმარცხდე, საერთოდ შეიძლება ვერც ვერაფერი ვერ გადადგა ნაბიჯი. ანუ აქ არის შიში, რომ მე რო არ მქონდეს სასურველი შედეგი, მაგას ჯობია საერთოდ არ გავაკეთო. ნურას უკაცრავად ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მიმოქმედოთ და ჩვენ რომ მარცხდებით, ეს არის ის წერტილი, სადაც ვიზრდებით, ვიძენთ უნარს, რომ ახალ, აი რო გავაგრძელებთ პროცესს, ან ახალ საქმეს წავიწყეთ, არ ვიცი ხა კონკრეტულად რომელ საქმეზეა ლაპარაკი, იმას დასჭირდება, იმ საქმეს დასჭირდება აქ დამარცხების შედეგად მიღებული უნარი. და იმიტომ მარცხდებით ამას. ამიტომ მარცხდებით, ვიღებ გამოცდილებას. ყოველი ჩემი მარცხი, ეს არის გამოცდილების მიღება. თუ მივაღწიე მიზანს, ოკეი, ძალიან კარგია, მაგრამ თუ დაუმარცხდი, ეს არის გამოცდილება, მე ვსწავლობ, რას გავაკეთებ შემდეგ ჯერზე სხვანაირად. აი ეს არის და ცხრის შიშით ფარა არავის გაუწყვეტიაო, ხო გაგიგიათ მგლის შიშით, ამიტომ რომ მგელი არის მარცხი შენთვის, გამიგე, ამიტომ ხარ გაშეშებული. გინდა საბოლოო შედეგი, ამიტომ მიმართავენ შავმაგიას, მიმართავენ რაღაც შელო. არ არის საჭირო. შენ ხარ ღმერთი. მორჩა. ღმერთი ხარ, შენ ცხოვრებაში შენ ხარ ღმერთი. და ისწავლე რა, ეს ღმერთობა და ქალღმერთობა და ღმერთკაცობა ისწავლე. უნარები შეიძინე.
არ გვჭირდება, იმიტომ რომ ნებისმიერი გარეგანი მიმართვა და მიმართვა ეგრეგორებთან, დესტრუქციულ ეგრეგორებთან, რიტუალებთან, აი მე დავწერეს, რომ ამას წინა ფსიქოლოგიური ტექნიკა და გაგაცანით წერასთან დაკავშირებით ვიღაცა წერს და წერს, სად შემიძლია ეს რიტუალი. Ну, გასაგებია ქალბატონს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, ცხოვრებაში ერთხელაც არ ყოფილა ფსიქოლოგთან და საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რა არის რიტუალი, მაგიური და რა არის, ან უпростоრად უსმენს, აი შეიძლება კიდეც უსმენს ვიღაცებს, ახლა Facebook-ი გადაჭედილი 1000 რაღაცით და ტოქსიკური ინფორმაციით და უცებ გააკეთა მის ტვინმა კონტენტი. პაუ, მიერთება გააკეთა და სად შემიძლია რიტუალები არ არის ზოგადად ცუდი, თუ ის ემსახურება შენს ღვთიურზრდას და ღვთიურზრდას დამატებითი გარეგანი მკითხავები და რიტუალები და გარეგანი შელოცვები ვიღაცის არ არის საჭირო, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ 3D-ს ილუზორულ მატრიცულ პროგრამასთან გაბამთ და ეს ისევ თქვენი დასამუშავებელია, იმიტომ რომ თქვენ ვერ შეიძინეთ უნარი. არადა რისთვის ვართ? ღვთიურობის თვის უნარი გვაქვს შესაძლებელი. კარგი, მივცეთ თავს უფლებების შეუფლება დაუშვათ შეცდომები, განვავითაროთ ჩვენი ინდივიდუალურობა, გავარკვიოთ რა გვიხარია, რა გვინდა და ვიმუშაოთ, ამ მიმართულებით განვითარდეთ. აი რა გვინდა ცხოვრებაში, გავიგოთ და ამ მიმართულებით ჩავდოთ ინვესტიცია. ეს შეიძლება იყოს ფულადი ინვესტიცია, რასაკვირველია ცოდნასთან დაკავშირებით და შექმენი თქვენი ინდივიდუალურობა. თქვენ ყველას გექნებათ, აი თითოეულ თქვენთაგანაც იქნება ბავშვობიდან რაღაცა ნიჭი, რაღაცა უნარი, რაღაცას აკეთებდით ბავშვობიდან, ან ხატავდით, ან ლექსებს წერდით, ან კიდევ უკრავდით, მღეროდით, ან კიდევ რაღაცა ხელნაკეთებს აკეთებდით. მოკლედ ან მე მაგალითად ხშირად მეუბნებოდნენ ჩემი ახლობლები, მამას გავხარო, ანუ მამა ჩემი იყო ძალიან ბევრი წიგნი ქონდა სახლში და შესაბამისად ნაკითხი რო იყო მე ასაკთან ერთად, ანუ დაიწყო წერა, რომანების წერა, პოემების წერა და იყო მჭერმეტყველი. ანუ მჭერმეტყველი რა გაგებით, მამას აზრს ეკითხებოდნენ რაღაცა და ხშირად მეუბნებოდნენ ჩემი ახლობლ ნათესაობები, რომ რო დაიწყებს საუბარს, მამას გევხარ ხოლმეო, რაღაცა იდენტობას ავლევდნენ აი ამ ხაზში. და გააკეთეთ თქვენი ინდივიდუალურობა და მე რო ვაკვირდები ახლა ჩემს ცხოვრებას, რატო გავხდი ეს პროფესიის წარმომადგენელი, შესაბამისად აი ეს საუბარი ამ კუთხით ყოველთვის მიტაცებდა. მართალია ადრე გამრუდებული ცოდნა მქონდა რაღაცებზე და იმას არ საუბრობდი შეიძლება, მაგრამ დღეს მადლობელია ვარ იმისი რაც ვარ, სადაც ვარ და როგორც ვარ და ეს არის ჩემი ინდივიდუალურობა. თქვენ შექმნით თქვენი ინდივიდუალურობა, თქვენში არის ეს მარცვალი, ყოველთვის ყველაში არის ეს მარცვალი, რომლის განვითარებით, იმიტომ რომ აი ახლა რო ვსაუბრობ ამაში, უზარმაზარი ინვესტიციებია ჩადებული, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ამ ენერგეტიკული, ემოციური და მენტალური ინვესტიციებია ჩადებული საკუთარ თავზე მუშაობის ძალიან ბევრი დრო, საათი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არის შედეგი. ამიტომ თქვენც თუ იმუშავებთ თქვენს ინდივიდუალურად, თქვენ გამოძერწავთ თქვენს თავს, თქვენს ინდივიდუალურობას, თქვენ იქნებით ამ სამყაროს შვენება, მარგალიტი, ბრილიანტი, როგორც გინდა ეწოდოთ, რა ვიცი, ესეთი ინდივიდუალური თქვენ რო შემოგხედავთ ადამიანი, აი ასოცირდებით რაღაცასთან, აი ესეთი ყველას გაქვთ ეს ნიჭი, ეს ყველა უნარი, დაანებეთ განკითხვას თავი, დაანებეთ დესტრუქციული კომენტარების და დაანებეთ ეს დაუთმეთ უსულო არსებებს 3D მატრიცის ავატარი აქვთ მხოლოდ და სული რო არ გააჩნიათ, იმათ თქვენ ღვთიურმა არსებებმა მიხედეთ საკუთარ შინაგან მდგომარეობას და შექმენით თქვენი თავი. ნუ ფიქრობ, ნუ განიკითხავთ, ნუ წერთ ამ კარგი, გავაგრძელოთ. თავს ნუ მოაბეზრებთ ხო, კიდევ ეს რა ვიცი. ყოველდღე მედიტაციები გააკეთეთ, რაში მეხმარებოდა და მეხმარება მედიტაციები საკუთარ თავთან შერწყმაში, ჩემს ღვთიურ ენერგიებზე გასვლაში, ინფორმაცია. საიდან მოგაქვთ ამ ეს ინფორმაცია, საიდან და როცა დავამუშავებ აი ამ აურზაურს,
აი ეგრეც დავხაზე ამ აურზაურს რო დაამუშავებ, იმხელა ენერგია გეძლევათ სინათლის, რომ ამ ენერგიას შეუძლია აგაჭრათ ზედა მდგომარეობებში და აქ სწორი გზამკვლევის, ანუ მე თავის დროზე მყავდა მენტორები და დღესაც მყავს რასაკვირველია, ესე არ ვარ. მენტორების სწორი წინამძღვრების მასწავლებელი, როგორც სულიერი, ასე ფიზიკურ რეალობაში მასწავლებლების ჭეშმარიტი მასწავლებლების დახმარებით, შენ გადიხარ და მოგაქვს ინფორმაციები, შენთან მოდის სხვადასხვა გზებით ინფორმაციები, ეს იქნება ინტერნეტით, იქნება ისე ცოცხალი ადამიანებით მასწავლებლებით წინაზღვრა, შენ ცხოვრებაში უბრალოდ ხა არ მისმენ. აი ეხლა როზი ხარ და მისმენ ესე შემთხვევით უბრალოდ რაღაცნაირად მიმიზიდე, რაღაცნაირად მივიზიდე ჩვენ ერთმანეთი. ხო და ეს ყველაფერი დამსახურებაა თავის დროზე მედიტაციების. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ დღის მთელი მანძილი თლიანად მედიტირებული, იმიტომ ვარ სოფელში, იმიტომ მიხარი აქ ყოფნა, რომ თითქოს ბალახი მიწა. ეს ყველაფერი ჩემი ენერგიის წყაროა, ხე, შემოდგომის ფოთოლი, რა ვიცი, იქ მიწა, პამიდორი და ასე შემდეგ, ჩემი ენერგიის წყაროა, რომ მიხარია, რომ ის რო წითლდება, ესეთი პროცესები, როგორ მიხარია, რომ ბუნება ბალახი, აი გაზაფხულიდან დაწყებული როგორ იცვლიან ერთმანეთს, მინდვრის ყვავილებზე მაგ ლაპარაკი და არა დარგულ და კულტივირებულ მცენარეებზე, არამედ ჩვეულებრივ მინდვრის ველურ ყვავილებზე, როგორ ცვლიან ყოველთვის რაღაცით რო გახარებს, ამაზე შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო და იმიტომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ბუნებაში, სოფელში სანამდეც შემიძლია და სანამ ძალიან არაცივებულა და თოვლი არ მოსულა სახურავამდე. ხო, ამიტომ გააკეთეთ მედიტაციები, გააკეთეთ, ისწავლეთ მედიტირება, ეს არის პროცესი, საკუთარ თავში ჩაღრმავების, შინაგანი სიმშვიდის მოპოვების და ძალიან სამყაროს შეცნობის გზაზე სიარული. ხო, კიდევ რა, ხო, ისწავლეთ საზღვრების შემოვლება, ისწავლეთ საკუთარი თავის დაფასება, ისწავლეთ არასთქმა, ნუ იქნებით ეს კარგი გოგო, ამას ეს ვთქვი. ყოველთვის შეეცადეთ რაღაცას რომ ვიტყვით ან ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სხვა ადამიანისთვის და რამდენად გაზრდის, ან რამდენად დაეხმარება ის მას, აი ჩემ ყოველი ლაივის, ან ყოველი ლექციის, ან ყოველი სესიის, ან ყოველი კონტაქტის ადამიანებთან აი როდესაც მაქვს პროფესიონალი შეხება, ახლა ჩემთვის ეს სამუშაოა ლაივში გასვლა, ხო? ყოველთვის ვამბობ, რომ და ერთი ადამიანის ცხოვრებაც მაინც გახდეს უკეთესი. აი რამდენად თქვენი ნათქვამი, თქვენი აზრი, თქვენი კომენტარი რამდენად უცვლის ადამიანს. ის კი არა ამცირებს ან ამდაბლებს, აკნინებს და თქვენი პრიორიტეტი ვლინდება აქ და თქვენ მასზე მაღლა აყენებთ თქვენს ნათქვამში ან კომენტარებში თავს. არა, უბრალოდ დაფიქრდით თქვენმა ნათქვამმა სიტყვა რამდენად გაუმჯობესა ადამიანის ცხოვრება და გახადა ღვთიურ ენერგიებზე არის. კრიტიკა არა, კრიტიკას არ შეუძლია ღვთიურ ენერგიებზე აიყვანოს, იმიტომ რომ ეგოს მდგომარეობიდან და თუ იქნა ის ნათქვამი, ის არაფერს სასარგებლოს არ მოიტანს, ის უნდა იყოს გულიდან სიყვარულით ნათქვამი. ისწავლეთ, ხო, წყენები, ბრაზები აუცილებლად უნდა გაუშვათ, რომ აი ეს მენტალური, ემოციური ქაოსი გასუფთავდეთ და მოგეცეთ ღვთიურთან. მოკლედ, მეზარება ამის წაკითხვა. დღეს სულ ეს იყოს, დიდი ხანია ვართ, თუ კითხვები მოვიდა, ეხლა გადავხედავ თქვენს კომენტარებს, კარგით. ძალიან მომეწონა ეს ჩამონათვალი დიდად. კი, ეს ყველაფერი გასაკეთებელია, მაგრამ აბა ამის სიპოვნად შეგიძლიათ ChatGPT-ს რო კითხოთ. თავისუფლად. კარგი, ეხლა მე კომენტარებს გადავავლებ თვალს. როცა წლებიდან იტანჯები შფოთით და შიშით, რა ფენომენია? ეს ის ფენომენია, რაც აი საურზაური დავხაზე. აურზაურია მენტალურ, ფიზიკურ სხეულში აურზაური ნიშნავს შფოთი, შიში. გაურკვევლობა არის ფიზიკურ სხეულში როგორც გამოვლენა. დაზიანებულია და სამუშაოა მენტალურ სხეულზე, დაზიანებულია და დამინძურებულია ემოციური სხეული. აი ეს არის
ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ გვასწავლა, როგორ გავიდეთ შიში, არავინ შფოთავ, მომავლის გეშინია, რაღაცას განიცდი, ნერვიულობ, არარსებულ ილუზიების, წარმოდგენების. ეს აი, ამ კითხვებს მოდი ხვალ უპასუხებ, იმიტომ რომ კიდე გამიგრძელდება. დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩემთან, უღრმესი მადლობა დღევანდელი ლაივისთვის, ჩართვისთვის. გისურვებთ წარმატებებს, ღვთიური გზით გვევლოს თქვენთვის და ყველასთვის სასიკეთო, თქვენი ახლობლებისთვის სასიკეთო. დროებით მიყვარხართ მე სამყარობით.